ორი მნიშვნელოვანი მოქმედება, რომელიც არასოდეს არ უნდა გააკეთოთ მოლაპარაკების, გასაუბრების თუ საქმიანი შეხვედრის დროს. პირველი, არასოდეს არ მიაბათ თქვენი გარეგნული ფიზიკური მოქმედება და ჟესტიკულაცია თქვენს მიერ მომზადებულ საუბრის შეარს. ეს გამოწვეულია იმით, რომ შესაძლებელია ჩვენ ბევრი ადამიანი გვასწავლეს, რომ საჭიროა მოლაპარაკების თუ გასაუბრების დროს რაიმე ტიპის ჟესტიკულაცია მივაბათ ჩვენს სიტყვას, მაგრამ სინამდვილეში და პრაქტიკაში სულ სხვანაირად ხდება და შესაძლებელია თქვენ უბრალოდ წარმოდგენას არ გქონდეთ თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ასეთი შეხვედრის დროს, ამიტომ სტრატეგია, რომელიც მიბმულია იქნებათ ამა თუ იმ მოქმედების ტიპზე, ამა თუ იმ ჟესტიკულაციაზე, სხვანაირ მოვლენათა განსხვავებული განვითარების შემთხვევაში უბრალოდ ჩამოგეშლებათ ეს სტრატეგია. მით უმეტეს მოლაპარაკების და გასაუბრების დროს წარმოუდგენელია წინასწარ გათვალო თუ როგორ შეიძლება ვინ რა მოქმედება განახორციელოს. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, შესაძლებელია უბრალოდ რეფლექსური იყოს ის მოქმედება, რომელიც ასეთი შეხვედრების დროს შესაძლებელი რომ ადამიანმა განახორციელოს, ამიტომ რაიმე დასკვნის გაკეთება მოლაპარაკების საგანთან დაკავშირებით ადამიანის ფიზიოლოგიური მოძრაობის თუ მოქმედებიდან გამომდინარე არის კატეგორიულად გამორიცხული და შეიყვანთ შეცდომაში. გირჩევთ, რომ თქვენი სტრატეგია ააგოთ საუბრის შინაარსზე, ანუ საგნობრივი არსის მიხედვით დაალაგეთ ის გამოსახულება, ის სურათი, რასაც თქვენ თავაზობთ მოლაპარაკების თუ გასაუბრების თუ საქმიანი შეხვედრის დროს მეორე მხარეს. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში თქვენი საუბარი გაცილებით უფრო შედეგიანი და ეფექტური იქნება, ვიდრე კონკრეტული ფიზიოლოგიური მოქმედებების მიხედვით გაკეთებული დასკვნები თუ თქვენს მიერ შეთავაზებული შინაარსი, რომელიც აგებული იქნება ამ ჟესტიკულაციაზე.